მოდით განვიხილოთ აგვისტოს სასიყვარულო ენერგია და რა გვაქვს ჯერ ბედნიერი წარმატებული დღე ყველას რა თქმა უნდა. ნახოთ 1 აგვისტოს სასიყვარულო პროგნოზი რა ენერგიის მატარებელია და ასე გავარკვევთ ყველაფერს. სიბრძნე დაიდო სიბრძნე მაშასე თვალში პირველი რაც ხდება ეს მეტი სიფრთხილეა. სიფრთხილით უნდა მოეპყრათ ურთიერთობებს. მოვერიდოთ კონფლიქტების შექმნას. ვიყოთ უფრო მეტად რბილი, შემწყნარებლები, ჰუმანურები, მიმღებლობის ეფექტით. ასე კავშირს უფრო სტაბილურს გავხდით, უფრო მტკიცე ნიადაგს შევქმნით პარტნიორულ ურთიერთობაში. აგვისტოს საშუალებას მოგცემს პირად თემებში ძველი შეცდომები გამოვასწოროთ. ძველი წყენები გავუშვათ და მივეგებოთ განახლებული ფორმატით. სხვათა შორის ძალიან ბევრი ურთიერთობა გადავა სტატუსში, გაოფიციალურდება. აღარ იქნება საჭირო მალვა, რაც იმ ძველ დაძაბულობას მოხსნის თქვენს შორის, რომელიც ზუსტად აღიარების გამო გქონდათ. პარტნიორთან ღია დიალოგი დაგეხმარებათ უკეთ შეაფასოთ არსებული გამოწვევები, სად იქცევით სწორად ან პირიქით. საოცარი თვეა სხვათა შორის ახალი ურთიერთობებისთვის. ურთიერთობების დასაწყებად უფრო სწორად მოულოდნელი ნაცნობობა მძლავრ სასიყვარულო მდგომარეობაში გადადის. ანუ ვიტყოდი რომ სწორ ადამიანს იპოვით. მარტო ხელები ვინც ხართ. ეს იქნება ის ჯილდო, რომელსაც ამდენი ხანი ოცნებით ელოდით. აი არსებულ ურთიერთობებში კი ნდობის აღდგენა მოხდება, რაც მთავარი საყრდენი გახდება კავშირის. აშკარად ემოციური მზადება მიმდინარეობს სამყაროში, რასაც ფეხი თქვენც უნდა აუწყოთ. ხოლო პარტნიორის ცუდ მხარეებს დავინახავთ. ჩვენიც უნდა დავინახოთ. ასე უკეთ შეძლებთ იმპულსური გადაწყვეტილებების მოთოკვასა და მართვას. მოდით რჩევაც ვიკითხოთ, იმიტომ რომ ცოტა რაღაცნაირად ძალიან ისეთი ჭკვიანური მიმართულებით წავიდა, მოითხოვს ჩვენგან სიბრძნეს აგვისტოს თვე და რჩევაში რა გვაქვს ახლა? მეტის მოსმენა მიეცით პარტნიორს, საკუთარი აზრის დაფიქსირების საშუალება მიეცით, წვრილმანი წყენები გაუშვით და დატყვით იმ მომენტებით, რომელსაც აგვისტო მოგცემთ, ეს ტკბობა გადავა ლამაზ მოგონებებში და როცა გაიჭედებით, ეს მოგონებები დაგეხმარებათ ზუსტად აღდგენაში. აქ დასკვნა რაც გავაკეთე, თვე ჩვენგან მოითხოვს მეტ დიპლომატიას, დათმობას, გადახარშვას, გაანალიზებას. მაგრამ ნახეთ, შედეგებად მივიღებთ სწორ ადამიანს სტაბილური ურთიერთობის პერსპექტივით. ეს ხო არის მნიშვნელოვანი თემა. სიტყვა თვითონ სწორიც კი გვეუბნება, რამხელა მნიშვნელობა აქვს იმას თუ ვისთან შეგვიძლია დავამყაროთ ურთიერთობა და ვისთან არა. კი, აი ახალი ნაცნობობაც ძალიან გააქტიურდება, ახალი ურთიერთობები დაიწყება აგვისტოში და გადაიზრდება ძალიან სერიოზულ ურთიერთობებში. აი მართლაც სწორი ადამიანი, ანუ აგვისტოს სწორი ადამიანი ყავს ჩვენ აქ თემად და არსებულ ურთიერთობებში ნდობის აღდგენა. მე წარმატებებს გისურვებთ რა თქმა უნდა. პირადი კითხვები მომწერეთ WhatsApp-ზე 557 1673 53. ოღონდ ძალიან გთხოვთ, მომწერეთ და ნუ მირეკავთ. გიპასუხებთ ყველას.